კევინი და მისი ოჯახი მსოფლიოში ყველაზე სასურველი სტუმრები არიან წლის მიწურულს. მარტო სახლში ყველასთვის საყვარელ ფილმად იქცა. ახლა გაგაცნობთ ამ ისტორიის უცნობ ფაქტებს. ეს ვიდეო ეხება პირველ ორ ფილმს, სადაც მაკოლეი კალკინმა მთავარი როლი ითამაშა. ფილმს მარტო სახლში 2020 წელს 30 წელი შეუსრულდა. მისი იდეა სცენარისტსა და პროდიუსერს ჯონ ჰიუსს გაუჩნდა. ფილმის სიუჟეტი ჯონ ჰიუსმა მოიფიქრა, როცა ოჯახთან ერთად საფრანგეთში მოგზაურობას გეგმავდა. წარმოიდგინა რა მოხდებოდა თუ დიდი ოჯახიდან ვიღაც ბავშვი სახლში დარჩებოდა. თუმცა მან გადაწყვიტა სიუჟეტი უფრო დამაჯერებელი გაეხადა. დიდი ოჯახის უამრავი ბავშვისა და ქაოტური სიტუაციის ფონზე მაყურებელს სცენარი უფრო დამაჯერებლად მოეჩვენებოდა. ჯონ ჰიუსმა რეჟისორობა კრის კოლუმბუსს შესთავაზა, რომლის კარიერა მაშინ შეიძლება ითქვას, რომ საფრთხის ქვეშ იყო. ჰიუსმა კოლუმბუსს კარიერა გადაურჩინა. კრის კოლუმბუსის ბავშვობის ყველაზე დიდი შიში მძარცველები იყო, რაც მისი мотиваცია გახდა ფილმის გადაღებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სცენარი მაკოლეი კალკინისთვის დაიწერა, რეჟისორმა 100-ზე მეტი ბავშვის მოსმენა მაინც ჩაატარა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ კალკინი საუკეთესო არჩევანი იყო. მაკოლეი კალკინის ოჯახი და კირან კალკინის როლი. მაკოლეის მამამ კრისტოფერ კალკინმა თავისი უმცროსი ვაჟი კირანიც ფილმში ჩართო. კირანმა ფულერის როლი მოირგო. ფულერი ის პერსონაჟია, ვისთანაც კევინს ერთ საწოლში არ სურს დაწოლა, რადგან როგორც ის ამბობს, ფულერი საწოლს ასველებს. საინტერესოა, რომ კირანის კარიერა დღემდე უფრო წარმატებულია ვიდრე მაკოლეის. ფილმის მთავარი ლოკაცია ჩიკაგოში მდებარე მდიდრული ორსართულიანი სახლი იყო, რომელიც რეალურად მდიდრულ უბანში მდებარეობს. პარიზის აეროპორტის სცენები ჩიკაგოს ოჰარას აეროპორტში გადაიღეს, ხოლო ბიზნეს კლასის ადგილები ადგილობრივ სკოლის დარბაზში აშენდა. ჰარის როლზე თავდაპირველად რობერტ დე ნიროს მიმართეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. ასევე კევინის მამის როლზე განიხილავდნენ ჰარისონ ფორდს, ტომ ჰენკს, მელ გიბსონს და სილვესტერ სტალონესაც კი. ჯო პეშიმ, რომელიც მძარცველს ასრულებდა, ბავშვთან უხამსი სიტყვების გამო მკაცრი გაფრთხილება მიიღო რეჟისორისგან. პეში ცდილობდა მაკოლეისთან ურთიერთობა მხოლოდ კამერების ჩართვისას ჰქონოდა, რათა კევინს რეალური შიში გასჩენოდა მის მიმართ. ერთ სცენაში პეშიმ მაკოლეის დიდზე შემთხვევით ძალიან ძლიერად უკბინა. ფილმის პოსტერი, სადაც კევინი ყვირის ედვარდ მუნკის ცნობილ ნამუშევარს კივილს ეხმიანება. ჟურნალ Playboy-ის გვერდები, რომლებიც კევინს ხელში უჭირავს, ერთმანეთზე გადაკრული იყო, რათა მაკოლეის შიშველის სურათები რეალურად არ დაენახა, რადგან ის ჯერ ძალიან პატარა იყო იმ დროს. მაკოლეი კალკინის ჰონორარი. პირველი ფილმისგან კალკინმა მხოლოდ $100,000 მიიღო, თუმცა მეორე ფილმისთვის მისი ჰონორარი უკვე 8 მილიონამდე გაიზარდა, რაც ბავშვისთვის უპრეცედენტო თანხა იყო იმ დროს. ფილმში კევინის მიერ შექმნილი მძარცველების წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა რეალურად თავად მაკოლეი კალკინმა დახატა. გადასაღებ მოედანზე 9 წლის მაკოლეი ხშირად იძინებდა პირდაპირ იატაკზე ან მიწაზე, როცა გადაღებებისგან ძალიან იღლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სიუჟეტი კევინის სახლზე აგებული, მაყურებელს მისი პირადი ოთახი არასდროს უნახავს. ფილმის ატმოსფეროს შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფერადი პალიტრის შერჩევამ. რეჟისორებმა საშობაო ატმოსფეროს გასაძლიერებლად წითელი და მწვანე ფერები გამოიყენეს, რაც თითქმის ყველა სცენაში ჩანს. სცენაში, სადაც მარვი მინის ნაძვის სათამაშოებზე დგება, ეს სათამაშოები შაქრისგან იყო დამზადებული, ხოლო დენიელ სტერნმა ფეხში შველი სიარულის დროს სპეციალური რეზინის საფარებით ჩაიცვა დაზიანების თავიდან ასარიდებლად. 2012 წელს ექიმებმა დაადასტურეს, რომ ფილმში ჰარისა და მარვის მიერ მიღებული ტრავმები რეალურ ცხოვრებაში სასიკვდილო იქნებოდა. ფილმში ნაჩვენები ფილმი „ანგელოზები ბინძური სულებით“ სპეციალურად მარტო სახლშისთვის შეიქმნა და რეალურად არ არსებობს. სცენები ძველი ფილმების იმიტაციითაა გადაღებული, რაც მსახიობების განსაკუთრებულ შერჩევას მოითხოვდა. ჯო პეშის ხშირად ავიწყდებოდა, რომ მისი პერსონაჟი დაქორწინებული არ იყო, ამიტომ ზოგიერთ სცენაში საქორწინო ბეჭედი უკეთია. პეშისა და დენიელ სტერნის თავდაპირველი სკეპტიციზმი ამ ფილმის წარმატებასთან დაკავშირებით მათ ხუმრობებსა და მარტივ დამოკიდებულებაში ჩანდა, მაგრამ სწორედ ეს სპონტანურობა გახდა მაყურებლისთვის საყვარელი. ტარანტულის სცენაში დენიელ სტერნს შიშის გამოხატვა უხმოდ მოუწია, რადგან ტარანტულს არ შეშინებოდა. სცენა ერთი დუბლით გადაიღეს, ხოლო ხმა მოგვიანებით დაამატეს. ფილმის ტრიუკების სცენები ხშირად საფრთხეს შეიცავდა. რეჟისორი იხსენებს, რომ დუბლიორების შესრულებას ყოველთვის შიშით უყურებდა, რადგან მათი უსაფრთხოება მუდმივად რისკის ქვეშ იყო. ცნობილ სცენაში, სადაც კევინი ლოსიონს სახეზე ისვამს და ყვირის, მაკოლეი კალკინმა სცენარი იმპროვიზაციით შეცვალა. ეს ეპიზოდი ფილმის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. მაკოლეი კალკინის დუბლიორი იყო 30 წლის დაბალი სიმაღლის მამაკაცი.
ბავშვთა შრომის შესახებ კანონის გამო მაკოლეის გადაღებებზე ყოფნა მხოლოდ საღამოს 10 საათამდე შეეძლო, ხოლო დამატებითი სცენები ღამით გადაიღეს. ფილმის სახლი რეალურია, თუმცა ზოგიერთი ინტერიერი სტუდიაში ააშენეს, რათა ტრუკების გადაღება უფრო მარტივი ყოფილიყო. სიზმრის სცენა, სადაც კევინს სარდაფის ღუმელი დასდევდა, ბიუჯეტის შეზღუდვის გამო ვერ განხორციელდა, თუმცა ეს სცენა კომპიუტერული გრაფიკის გარეშე იყო დაგეგმილი და მექანიკურად იმართებოდა. რეჟისორის ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ ფილმში. მისი ცოლი სტიუარდესას როლში გამოჩნდა, ხოლო სხვა წევრები დამატებითი პერსონაჟების როლებში. ფილმში ნაჩვენები ხის სახლი სპეციალურად გადაღებებისთვის ააშენეს და ფილმის დასრულების შემდეგ ისევ დაშალეს. ფილმში მარტო სახლში ნაჩვენების სახლის დიზაინი ისე შეიქმნა, რომ დროის მიღმა ყოფილიყო. ანუ რეჟისორმა კრის კოლუმბუსმა სპეციალურად სთხოვა გადამღებ ჯგუფს სახლი ისე გაეფორმებინათ, რომ 20 წლის შემდეგაც ტელევიზორში ჩვენებისას მას ახალი ფილმის შთაბეჭდილება დაეტოვებინა. მიუხედავად ამისა, 30 წლის შემდეგ სახლი ისე შეიცვალა, რომ მისი ამოცნობა მხოლოდ მისამართითაა შესაძლებელი. გადაღებებისთვის გამოყენებული ყინული ცვილისა და პლასტიკისგან მზადდებოდა და ფილმის დასრულების შემდეგ ჩიკაგოს ლირიკულ ოპერას გადაეცა, სადაც მას სხვადასხვა წარმოდგენებში იყენებდნენ. მაკოლეი კალკინისა და კეტრინ ოჰარას შორის, რომელიც კევინის დედის როლს ასრულებდა, გადასაღებ მოედანზე ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მსახიობმა 2014 წლის ინტერვიუში აღნიშნა, რომ მაკოლეი მას დღემდე დედას უწოდებს. ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 18 მილიონი იყო, თუმცა კინოგაქირავებაში თითქმის 9 მილიარდი გამოიმუშავა, რაც მას 1990 წლის ყველაზე მაღალ შემოსავლიან ფილმად აქცევს ამერიკის შეერთებულ შტატებში. სიკველის თავდაპირველი სახელი კვლავ მარტო უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ მას მარტო სახლში 2 უწოდეს. მიუხედავად პირველი ფილმის უდიდესი წარმატებისა, სტუდიამ სიკველისთვის იგივე ბიუჯეტი გამოყო, 18 მილიონი დოლარი. გადაღებების დროს მაკოლეი კალკინი ოჯახთან ერთად მანჰეტენზე ცხოვრობდა. მსახიობ კეტრინ ოჰარას პერსონაჟის ქცევებზე ჰქონდა კითხვები, რადგან თვლიდა, რომ დედა შვილთან დასაბრუნებლად საკმარისად სწრაფად არ მოქმედებდა. ამის გამო ფილმში დაემატა სცენები, სადაც მისი პერსონაჟი უფრო ემოციურად განიცდის კევინის დაკარგვას. 1991-92 წლის ზამთარი ნიუ-იორკში უჩვეულოდ ცივი აღმოჩნდა, რამაც კამერების გაყინვაც კი გამოიწვია. სიკველში გამოყენებული გამოგონილი ფილმი „ანგელოზები უფრო ბინძური სულებით“ კვლავ სპეციალურად მარტო სახლში 2-ისთვის შეიქმნა. სათამაშოების მაღაზიის სცენაში მონაწილე ბავშვებს გადაღებების შემდეგ მათთვის სასურველი სათამაშოების წაღების უფლება მისცეს. ფილმში ნაჩვენები მოწყობილობა, რომელიც კევინის ხმას ზრდასრულის ტონად გარდაქმნის, გადაღებების შემდეგ რეალური სათამაშო გახდა და ის გაყიდვაში ჩაეშვა. მისი პოპულარობის ფონზე შეიქმნა ქალის ვერსიაც. ფილმი მარტო სახლში 2 ერთადერთია სერიაში, სადაც ნამდვილი თოვლი გამოიყენეს. თოვლიანი ქარბუქი, რომელიც გადაღებების დაწყებამდე მოხდა, საკმარისი აღმოჩნდა და ხელოვნური თოვლისთვის დახარჯული თანხა პრაქტიკულად გაფლანგული გამოდგა, რადგან ის აღარ გამოიყენეს. სიუჟეტში კევინის მიერ სასტუმროში შეკვეთილი საკვების რაოდენობა შთამბეჭდავია. მას მოჰქონდა სხვადასხვა შოკოლადის დესერტი, მარწყვის ტორტები და უამრავი ტკბილეული. საცურაო აუზის სცენა კი ჩიკაგოში გადაიღეს, რადგან პლაზა სასტუმროში აუზი არ არის. ტრედების სცენებისთვის სპეციალური მტრედების მწვრთნელი და მომზადებული ფრინველები გამოიყენეს. დენიელ სტერნმა, რომელიც მარვის როლს ასრულებდა, აღიარა, რომ ერთ-ერთ სცენაში მტრედი მას პირში მართლაც დაეჯახა. მარტო სახლში 2 სავსეა არაერთი საინტერესო დეტალითა და სცენური ტრიუკებით, რაც მას შობის კლასიკად აქცევს. ფილმი შთამაგონებელია თავისი უნიკალური სიუჟეტითა და შესრულებით. მისი სცენები დღემდე ასოცირდება ოჯახის, შობისა და მხიარულობის ატმოსფეროსთან. სიკველის გადაღებების მთავარი გამოწვევა იყო თავად მაკოლეი კალკინი. პრობლემა არ ამის ვარსკვლავურ ხასიათში, არამედ იმაში იყო, რომ სადაც არ უნდა გამოჩენილიყო, გულშემატკივრები მას ეხმაურდნენ. ეს გადაღებებზე დიდ დაბრკოლებას ქმნიდა. განსაკუთრებით რთული იყო აეროპორტის სცენის გადაღება, რადგან იქ მრავალი გულშემატკივარი და პაპარაცი გამოჩნდა, ხოლო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. ერთ-ერთი სცენა, სადაც კევინი პლაზას სასტუმროში შედის და გზას დონალდ ტრამპს ეკითხება, რომელიც იმ დროს სასტუმროს მფლობელი იყო, მომავალში კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდად ითვლება. ტრამპს იმდენად მოეწონა სცენა, სადაც კევინი სასტუმროს იატაკზე სრიალებს, რომ იზრუნა, ეს ადგილი არ განეახლებინათ. ფილმში ასევე ნაჩვენებია ნიუ-იორკის ტყუპი ცათამბჯენები. ფილმი 9 წლით ადრეა გადაღებული 2001 წლის ტერაქტამდე. ფილმში გამოყენებული საუნდტრეკი, რომელიც ნიუ-იორკში კევინის სეირნობის სცენას გასდევს თან, სეგას სათამაშო კონსოლის თამაშის მუსიკალურ თემადაც იქცა. სცენაში, სადაც კევინი ლიმუზინში ზის, ის უყურებს მულტფილმს, როგორ მოიპარა გრინჩმა შობა 1966 წლის გამოშვებას. ამავდროულად, როდესაც ოჯახი სასტუმროში რჩება, ისინი უყურებენ 1946 წლის ფილმს ეს მშვენიერი ცხოვრება. ერთ-ერთი საინტერესო
საინტერესო ფაქტია ის, რომ ფილმში აგურების თავში მოხვედრის სცენები ექიმებმა გაანალიზეს და აღნიშნეს, რომ რეალობაში ეს დაზიანებები ფატალური იქნებოდა, ან საუკეთესო შემთხვევაში დაზრალებულების სიარულს თავიდან ისწავლიდნენ. სცენაში, სადაც კევინის მეზობლად მჯდომი ფრანგულად საუბრობს, ფილმის ფრანგულ ვერსიაში ეს დიალოგი ესპანურად არის გადაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ მარტო სახლში 2-მა კინოგაქირავებაში პირველი ფილმის წარმატება ვერ გაიმეორა, ის ძალიან ახლოს იყო იგივე შედეგთან. ფილმმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 174 მილიონი გამოიმუშავა, რაც კომედიური ფილმისთვის იმ პერიოდში შთამბეჭდავი შედეგი იყო. ჯონ ჰიუზმა სიკველის გადაღებების დროს უკვე დაწერა მარტო სახლში 3 სცენარი, სადაც კევინი უკვე მოზარდია და შობა ოჯახის გარეშე სურს გაატაროს, თუმცა ეს იდეა ჩავარდა, რადგან მაკოლეი კალკინი, რომელიც უკვე დაღლილი იყო პოპულარობითა და მუდმივი ყურადღებით, როლზე უარს აცხადებდა. ამის გამო ფილმის სცენარი 1997 წელს სრულიად შეიცვალა და ახალ პერსონაჟზე გადაეწყო. ფილმის სხვა გაგრძელებებმა ვერც ფინანსურად და ვერც აუდიტორიის მოწონებით ვერ გაამართლა. ამ ფილმის სიკველი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მარტო სახლში არის ისტორიების, მოგონებებისა და ოჯახური ატმოსფეროს ნამდვილი სიმბოლო, რომელიც შობის განუყოფელ ნაწილად იქცა მთელი მსოფლიოსთვის. რამდენჯერ უყურეთ ამ ფილმს მთლიანობაში? ეს დაწერეთ კომენტარებში. ჩვენი ვიდეო კი დასასრულს მივუახლოვდა, გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ. გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ სიახლეს. დროებით.